საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ საუბარს მემკვიდრეობითობის მატერიალურ საფუძველზე. წინა გაკვეთილზე გავიხსენეთ ჩვენ ცილები, მათი აგებულება, სტრუქტურული დონეები. დღეს კი განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები, თუ ცილა როგორ ღებულობს მონაწილეობას კონკრეტული ნიშან-თვისების ფორმირებაში. მაგალითად, ყვავილის გვირგვინის ფურცლების შეფერილობა როგორ არის დამოკიდებული ცილებზე. ეკრანზე თქვენ ხედავთ ყვავილებს, რომელიც გვირგვინის ფურცლები ვარდისფრად არის შეღებილი. გამოტანილი არის გვირგვინის ფურცლიდან გადიდებული უჯრედები და ხედავთ, რომ უჯრედებსაც აქვს ვარდისფერი შეფერილობა. შემდგომ ამ უჯრედებიდან აღებული არის პატარა მონაკვეთი, სადაც ჩანს კარგად ვარდისფერი პიგმენტები, რაზედაც არის დამოკიდებული უჯრედების შეფერილობა, ხოლო უჯრედების ვარდისფერი შეფერილობა კი განსაზღვრავს გვირგვინის ფურცლების შეფერილობას. ხოლო იმისათვის, რომ ეს ვარდისფერი პიგმენტი წარმოიქმნას, ამისათვის კი აუცილებელი არის ფერმენტი. ფერმენტი მოქმედებს პიგმენტის წინა ფორმაზე და ამ ნივთიერებას გარდაქმნის ვარდისფერ პიგმენტად. ფერმენტი კი იცით, რომ ქიმიური ბუნებით არის ცილა. რომ არა ეს ფერმენტი, მაშინ არ მოხმედებოდა ვარდისფერი პიგმენტის წარმოშობა და შესაბამისად არ გამომჟღავნდებოდა გვირგვინის ფურცლების ვარდისფერი შეფერილობა. მე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ არის დამოკიდებული ცილის სტრუქტურაზე ნიშან-თვისების გამოვლენა. მაგალითად, ვიცით, რომ ნორმაში ადამიანის სისხლის ერითროციტებს აქვს ორმხრივ ჩაზნექილი კვერის ფორმა. ეს უზრუნველყოფს მის ბიოლოგიური როლის შესრულებას. კერძოდ, ზრდის ჟანგბადთა შეხების ზედაპირს უფრო მეტ ჟანგბადს შეითვისებს და გარდა ამისა, ასეთი ფორმის გამო სწრაფად ხდება მოძრაობა გადაადგილება სისხლძარღვებში. მაგრამ არის ზოგჯერ ესეთი დაავადება, რასაც ნამგლისებურ ანემიას უწოდებენ, როდესაც ერითროციტების ორმხრივ ჩაზნექილი კვერის ფორმა იცვლება და ხდება ნამგლისებური ფორმის. ამითი ფერხდება შეთვისებული შთანთქმული ჟანგბადის რაოდენობაც და შესაბამისად ფერხდება სისხლის მოძრაობა სისხლძარღვებში. აი ამას ხელს უშლის ეს ერითროციტების თავისებური ფორმა. ეკრანზე თქვენ ხედავთ ჰემოგლობინის ბეტა პოლიპეპტიდური ჯაჭვის ნორმალურ აღნაგობას. ხედავთ, რომ ეს ჯაჭვის მონაკვეთი შედგება ამინომჟავებისაგან ვალინის, ჰისტიდინის, ლეიცინის, ტრეონინის, პროლინის, გლუტამინის მჟავისაგან და კიდევ გლუტამინის მჟავისაგან. ხოლო გვერდით მოცემული არის ამ ჰემოგლობინის იგივე ბეტა პოლიპეპტიდურ ჯაჭვში უხტარი ცვლილება. როგორც ხედავთ, ყველა ამინომჟავა იგივეა, რაც ნორმალურ ბეტა პოლიპეპტიდურ ჯაჭვში, მხოლოდ ერთგან გლუტამინის მჟავა შეცვლილი არის ამინომჟავა ვალინით. შევხედოთ ახლა ამან რა ცვლილება გამოიწვია. როგორც ხედავ ეკრანზე, ნორმალური პოლიპეპტიდური ჯაჭვი, ბეტა პოლიპეპტიდური ჯაჭვი განაპირობებს თავისებურ კონფიგურაციას ამ ჰემოგლობინის მოლეკულის, ეს კი განაპირობებს ერითროციტის ორმხრივ ჩაზნექილი დისკოს ფორმას და ადამიანი არის ჯანმრთელი. ხოლო როდესაც შეიცვალა ამინომჟავების შემადგენლობა ბეტა პოლიპეპტიდურ ჯაჭვში, ამან გამოიწვია ჰემოგლობინის გეომეტრიული ფორმის კონფიგურაციის შეცვლა და შესაბამისად გამოიწვია ერითროციტის ფორმის შეცვლა. კერძოდ იგი გახდა ნამგლისებური ფორმის და ამან გამოიწვია დაავადება ნამგლისებური ანემია. მაშინ ესეც მშვენიერი მაგალითი გახლავთ იმისა, რომ ნამდვილად ცილების
თვისებები განაპირობებს ნიშან-თვისებებს, ხოლო ეს კიდევ იმის მაგალითიც გახლავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში მხოლოდ ერთი ამინომჟავა შეიცვალა მეორე ამინომჟავით და ყველა დანარჩენი ამინომჟავა იგივე იყო, რაც ნორმალურ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში, მან მნიშვნელოვნად გამოიწვია ცილის ბუნებრივი სტრუქტურის კონფიგურაციის შეცვლა. ამან კი გამოიწვია შესაბამისად ნიშან-თვისების შეცვლა. გარდა ამისა, ცილები თავის თვისებებს და შესაბამისად ფუნქციებს კარგავს, როდესაც იგი განიცდის თავისი უნიკალური ბიოლოგიური სტრუქტურის რღვევას. რადგან წყალბადური ბმები და ჰიდროფობური ბმები არის სუსტი, ამიტომ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით ადვილად ხდება სტრუქტურული დონის რღვევა. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის ან დაბალი ტემპერატურის, მჟავეების, ტუტეების მოქმედებით, მექანიკური ზემოქმედებით, ყველას გვინახავს უმი კვერცხის ცილა და მოხარშული კვერცხის ცილა. შევადაროთ ისინი ფიზიკური თვისებებით. ნახავთ, რომ უმი კვერცხის ცილა არის ნახევრად ბლანტი, გამჭვირვალე, მოყვითალო შეფერილობის, ხოლო მოხარშულ ცილას მყარია, თეთრი შეფერილობა აქვს და ეს გამოიწვია რასაკვირველია მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება. ცილების დენატურაცია, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მის თვისებებს, ამის კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ ფერმენტების მოქმედება, თუ როგორ არის დამოკიდებული მაგალითად ტემპერატურაზე. თქვენ იცით, რომ უჯრედში მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს ფერმენტების თანაობით. ფერმენტები არის ქიმიური ბუნებით ცილები, რომლებიც აჩქარებენ უჯრედში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს. ცილის მოლეკულა არის დიდი ზომის, ზოგჯერ ასობით და ათასობით ამინომჟავისაგან შედგება, მაგრამ დასაკატალიზებელი ნივთიერების მოლეკულა კი შეიძლება ცილის მოლეკულასთან შედარებით ძალიან მცირე იყოს. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მთელი ფერმენტის მოლეკულა კი არ ღებულობს მონაწილეობას ნივთიერების დაკატალიზებაში, არამედ მისი გარკვეული უბანი, რომელიც სულ შეიძლება 10-12 ამინომჟავისაგან შედგებოდეს და მას ეწოდება ფერმენტის აქტიური ცენტრი. როდესაც ხდება ცილის დენატურაცია, მაშინ ფერმენტი წყვეტს თავის კატალიზურ ფუნქციას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ირღვევა მისი აქტიური ცენტრი და აქტიური ცენტრი უკვე გეომეტრიულ შესაბამისობაში ვეღარ მოდის დასაკატალიზებელ ნივთიერებას და ფერმენტი კარგავს თავის კატალიზურ ფუნქციას. ესაც კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ იმისა, რომ ცილების პირველადი სტრუქტურა განსაზღვრავს მის უმაღლეს სტრუქტურულ დონეს, ხოლო მისი გეომეტრიული კონფიგურაციის თავისებურება განსაზღვრავს ცილის თვისებებს და შესაბამისად მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება უკვე გავაკეთოთ ასეთი დასკვნა, რომ უჯრედისათვის და ორგანიზმისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისების გამოვლენა დაკავშირებული ყოფილა ცილებთან, დაკავშირებული ყოფილა ცილების თვისებებთან და ხოლო მათი თვისებები კი დაკავშირებული არის, დამოკიდებული არის მის პირველად სტრუქტურაში ამინომჟავურ შემადგენლობას, რაოდენობასა და თანმიმდევრობაზე, რაც განსაზღვრავს მის უნიკალურ სტრუქტურას, გეომეტრიულ ფორმას. დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.